30 მოქალაქე City Park-ის წინააღმდეგ გამოდის. მათ უფლებებს კი გიორგი მჟავანაძე იცავს. უფლებადამცველის განცხადებით კომპანია City Park-ის საკუთრებაში არსებული ეგრეთ წოდებული ევაკუატორები არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღნიშნული მანქანებით არ შეიძლება გადაიზიდოს 1 ტონაზე მეტი წონის ავტომობილი. მჟავანაძის განცხადებით კომპანიის მხრიდან რიგ შემთხვევაში ზიანდება მანქანების ვიზუალური მხარეც. უფლებადამცველის ბრალდებებს უკვე უპასუხეს City Park-ში. მათი განცხადებით ავტომობილი, რომელიც ჩამოერთმევა მფლობელს, City Park-ის მიერ არის დაზღვეული და დაზიანების შემთხვევაში ზიანი სრულად ანაზღაურდება. რეალურად ეს მანქანები არ არის განსაზღვრული დიდწონიანი ავტომობილების გადასაყვანად. და რეალურად ეხლა ხდება გადაყვანა მანქანებისა, რომელსაც არ უნდა ხდებოდეს. ანუ ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა უნდა ჩაატაროს აღნიშნული მანქანების შემოწმება, კანონით მათ აქვს ამის უფლება და ის დარღვევები, რომელსაც ახორციელებს City Park-ი მოქალაქეებთან მიმართებაში, აუცილებლად შესწავლილი უნდა იქნას და დარღვევები არის საკმაოდ დიდი. ავტომობილები, რომელიც City Park-ს და რომელთაც ხდება მანქანების გადაყვანა სპეციალურ დაცულ სადგომზე შეესაბამება ევროსტანდარტებს. იგივე ავტომობილებით, იდენტური ავტომობილებით ხდება პარკირების ოპერირება სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისრაელი, სადაც მსგავსი ტიპის ავტომობილები მუშაობენ და ასრულებენ იგივე სამუშაოს, რასაც City Park-ის ავტომობილები. ევაკუატორები რაც შეეხება თქვათ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი დაზიანდა, ამ შემთხვევაში ზარალს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.